გამარჯობა, მოგესალმებით, ეს არის ბოლო სიტყვა, მორიგ ეპიზოდს წერთ და დღეს ესეთი ვარსკვლავური ეპიზოდი გვექნება, დასავლეთი, აღმოსავლეთი, საქართველო და ასე შემდეგ. თამარა ნუცუბიძე დაგვაკლდათ, თორე გადასარევი იქნებოდა. დღეს ბრიუსელი ისვენებს, მაგრამ ვაშინგტონიდან გვაქვს ძალიან ცხელი ამბები და სამხრეთი იერუსალიმი ჩვენთან არის ტრადიციულად. აღმოსავლეთ ევროპა რაც თავარია. აღმოსავლეთ ევროპა გვაძლიერებს, კი, ეხა იდეაში აღმოსავლეთ ევროპაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რატი აქ არის ჩვენთან არის და ვარშავა ხაზზე. მოკლედ, მე ვარ ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვიტავა, რატი მუჯირი ია მეორმიშვილი და მიხეილ ხეცოიძე. დღეს ვისაუბრებთ შესაბამისად ბევრ თემაზე, რამდენადაც დროში ჩავეტევით, ამიტომ შესავალში ვეცდები, რომ დიდი დრო არ წაგართვათ, უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ და დალაიქეთ ვიდეო და ასევე მადლობას ვეტყვი კავკასიას, რომელიც ჩვენს პოდკასტს ეთერს საეთერო დროს უთმობს. ცხადია ვისაუბრებთ უკრაინის შესახებ, მით უმეტეს რომ დღეს ძალიან სახალისო და ბევრისთვის ესე გულის მომხანი დღე იყო იმ გაგებით რომ ცოტა გინდა ესე თბილისურად ვთქვა პუტინს ბიჭები დაადგნენ, მადიარის ბიჭები დაადგნენ უბანზე რა, ესეთი რაღაც მოხდა და მოთხოვეს პასუხი რაღაცებს, ცოტა სლენგი შემოვიტანე. მოკლედ პუტინის მშობლიურ ქალაქში დღეს ბევრი დრონის ზუზუნი ისმოდა და ბევრი აფეთქების ხმა გაისმა. სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ ეს პეტერბურგის მიმართულებით პირველად არ მომხდარა, ხო? ეხლა უბრალოდ ეს ძალიან გახმაურდა ეს ამბავი, რომ დღეს დაიბომბა დრონებით. საპასუხო. ხო, ნუ ეგ ცალკე ამბავი. მოკლედ, უკრაინის თემაზე ვისაუბრებთ, გარდა ამ დარტყმებისა ჩვენ ბოლო ეპიზოდებში ხას უსვამთ მუდმივად, რომ რაღაც საინტერესო ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხრეთით, ლოჯისტიკაზე დარტყმების თვალსაზრისით. საინტერესო დამთხვევა არის ჩვენთვის სასარგებლო ის ამბავი, რომ ია ცოტა ხნის წინ იყო უკრაინაში, ხო არ მეშლება ია ნახე შენი პოსტები სოციალურ ქსელში, ძალიან საინტერესო მორიგი მოგზაურობა ქონდა და აქედან გამომდინარე უფრო სხვა კუთხით დაგვანახებს იქ არსებულ სიტუაციას. ჩვენ ყოველ შემთხვევაში რასაც ხედავთ, ძალიან პოზიტიური დინამიკა, ბევრი კომპონენტის გათვალისწინებით და საინტერესოა შენ როგორ შეაფასებ ამ ამბავს. ცხადია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც მიხეილ ხეცოიძესთან ერთად გავივლით. ირანის გარშემო სიტუაცია კვლავ დიდი ბურუსით არის მოცული და რაღაც გარკვეული არ ვიცი ცხელი პაუზა თუ რა შეიძლება ამას უწოდო. ანუ თან იდეაში საბრძოლო მოქმედებები გაჩერებული არის, მაგრამ პერიოდულად ჩვენ ხედავთ რაღაც წერტილოვან გააქტიურებებს, მაგალითად საერთოდ არაფერი არ ეთყობა რომ გაჩერებულია. ხო, ანუ აი გუშინ ზუსტადაც და ბოლო დღეების განმავლობაში იყო ესეთი რამდენიმე ამბავი, ცეცხლი გაიხსნა, მაგრამ რო კითხო ორივე მხარეს რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხო? ანუ რაღაცა უცნაური რეალობა გვაქვს მანდაც. საინტერესო ამბები ხდება ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის მიმართულებით და მიხეილ ხეცოიძე ბევრ დეტალს გაგვაცნობს ამ კუთხით. მოკლედ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, წარდგენაში მეტროს აღარ წავიღებ და დავიწყოთ იასკან ალბათ. აუცილებლად. დაგითმობთ მიკროფონს და მოდი როგორ ვქნათ, იცი, უკრაინაში ვიზიტის ამბავი მოკლედ მოგვიყევი და შემდეგ სხვა თემებსაც შევეხოთ. რამდენადაც შესაძლებელი იქნება იქ ჩვენ რეგიონზე იყო გარკვეული სიახლეები, განცხადებები, სადაც სომხეთი ახსენეს, სადაც საქართველო ახსენეს და საინტერესოა ამაზეც დისკუსია გავშალოთ. წავედით. გამარჯობა, გიორგი, რამეს ამბობდი თუ დავიწყო? არა, ბურთი შენთან არის და გაუფრთხილდები შენ დროს. დიდი მადლობა, მიხარია ძალიან ყველას ნახვა, მივესალმები მაყურებელს. ჩაგვივარდათ. მე ყოველ შემთხვევაში ცოტა ჩამივარდა, მაგრამ ეხლა თქვენთან ვარ. უკრაინაში ვიყავი ბოლო 2 დღის წინ დაბრუნდი უკან. ეს იყო ჩემი ოდესაში მეშვიდე ვიზიტი, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ და მართალი გითხრათ, ამჯერად იმაზე მეტი განცდა დამრჩა იმის, რომ ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს და ოპტიმიზმით უყურებენ წლის დამთავრებას, ეს ძალიან კარგად შეიმჩნეოდა როგორც დისკუსიებში, ასევე პერსონალურ საუბრებში. ოდესაში ვიყავი შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, ასევე ჩვენი Independence Avenue Media იყო მედია პარტნიორი ფორუმის წელს და
ესეც დამატებითი კიდე ერთი შრე იყო ჩემი ვიზიტისა. ძალიან საინტერესო იყო თვითონ კონფერენციაზე ორი სიტყვით რომ თქვა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენცია იყო, რაც უკრაინაში გაიმართა. თუ არ ვცდები, რა ვიცი, ისტორიულად, იმიტომ რომ 1000-ზე მეტი მონაწილე იყო ჩასული ოდესაში. მათ შორის იყვნენ ისეთი ევროპელები და ამერიკელებიც, რომლებიც აქამდე არ ყოფილან უკრაინაში არასდროს, განსაკუთრებით კონსერვატიული მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის ძალიან აქტიური მხარდამჭერები, რომლებიც მანამდე შესაძლოა უარსაც კი ამბობდნენ იმაზე, რომ ამერიკა დახმარებოდა უკრაინას. ერთ-ერთი იყო გახსოვთ ალბათ ეს პრეზიდენტ ტრამპის არაფორმალური spiritual მრჩეველი, როგორ იქნება, სულიერი მრჩეველი, ესეთი. ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის ეწინააღმდეგებოდა შეერთებული შტატების ჩართულობას უკრაინასთან, დახმარებას, რა თქმა უნდა. და აი ბოლო პერიოდის განმავლობაში პირიქით ძალიან აქტიურობს იმაში, რომ ამერიკა გააქტიურდეს, დამატებითი იარაღი მიაწვევს, უფრო მეტი გააკეთოს. ვიდრე ახლა აკეთებს და ესეთი დასამახსოვრებელი ფრაზა იყო ერთი რითიც დახურა ძალიან ესეთი ხმამაღალი ადამიანია ეს ადამიანი და დახურა იმით რომ თავისუფლებას აქვს სახელი და ეს სახელი არის უკრაინა და ნუ ამაზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ესეთი დადებითი გამოხმაურება მოხდა ამას აუდიტორიიდან. დისკუსიების ნაწილი ეხებოდა ზოგიერთი იყო ისეთი გამომაფხიზლებელი რაღაცა ერთი გადმოსახედიდან იმ მხრივ რომ არ არის გარანტირებული ის რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, არ არის გარანტირებული ის რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გაიმარჯვებს. და ეს იყო ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დისკუსია იმ მხრივ რომ გამოიკვეთა ის რომ უკრაინაში ვთქვათ, უკრაინის გამარჯვებას როგორ დაახასიათებ, ამას ძალიან ბევრი ცალკე დისკუსიის თემაა ეს საერთოდ. მაგრამ რუსეთის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ უკრაინა შეწყვეტს ფუნქციონირებას როგორც სუვერენული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი, ევროპული დემოკრატია, ხო? და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ომის ამ ფორმით დამთავრებას. და შედეგები დაწყებული ცენტრალური აზიიდან ყველაზე ნაკლებად ალბათ, მაგრამ თითქმის მთელს ევროპაზე შეიძლება გავრცელდეს ეს შედეგები, რა თქმა უნდა, ამას შევა კავკასიაზე ძალიან დიდი გავლენა, ჩავის ზღვის უსაფრთხოებაზე მთლიანად, ნატოს ერთობაზე, ევროკავშირის უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ძალიან კარგად გამოჩნდა ის რამდენად მასშტაბურია ამ ომის შედეგები, როგორ დამთავრდება ეს ომი. დიდი ბევრი არ ფიქრობს იმას, რომ რუსეთს ჯერ ისევ აქვს საშუალება, რომ გაიმარჯვოს ამ ომში, იმიტომ რომ ძირითადად მაინც მიაჩნიათ როგორც თვითონ უკრაინელებს, ასევე უკრაინის მხარდამჭერებს, რომ თავად ის ფაქტი, რომ რუსეთი თითქმის 5 წელია უკვე ხო მე-5 წელში შევიდა ომი. მიუხედავად იმისა, რომ 3 დღის განმავლობაში აპირებდა პუტინი კიევის დაკავებას და უკრაინაში კრემლის მეგობარი რეჟიმის დასმას, 4 წელზე მეტია ეს ომი გრძელდება, ეს იმაზე მეტი პერიოდია, რაც რუსეთის საბჭოთა კავშირის წითელ არმიას დასჭირდა ბერლინში ჩასასვლელად და ამ დროს რუსული არმია დონეცკის საზღვრამდეც კი არ არის მისული ამ დროის განმავლობაში. თვითონ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ამ ომში ყოველ შემთხვევაში სამხედრო ძალით ვერ გაიმარჯვებს, ანუ მთლიანად უკრაინას ვერ ასოდეს დაიმორჩილებს. თვითონ შიგნით ქვეყანაში სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, დემოკრატიას რაც შეეხება, იმდენად დიდია ეს სურვილი და ეს ბრძოლის უნარიანობა, რომ უკრაინა იყოს ის ქვეყანა, რომელიც უკრაინელებს უნდათ რომ იყოს, რომ ძალიან ძნელია იმის დანახვა, რომ ესაც შეატრიალოს, რამენაირად ესაც შეტრიალდეს. ანუ საბოლოო ჯამში უნდა ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს ომი, რა თქმა უნდა, არავინ იცის ამ ეტაპზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ის რომ
ომის დამთავრების შემდეგ უკრაინა იქნება დემოკრატიული, იქნება ევროპული, იქნება ევროპაში სავარაუდოდ ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ყველაზე ძლიერი ჯარის მქონე ქვეყანა, ამაში ეჭვი ბევრს არ ეპარებოდა, ყოველ შემთხვევაში ამ კონფერენციაზე ასეთი განცდა დამჩა. საინტერესო იყო ეს დრონებზე უკვე რამდენი ხანია ვსაუბრობთ. იცი რა მინდა კითხოთ შეიძლება იმედია უხეშად არ გაგაწყვეტინე. ახსენე რომ წინა ჯერზე ვიდრე იყო იმასთან შედარებით სხვანაირი დაინტერესება და ჩართულობა იყო ამ შემთხვევაში შტატების მხრიდან. რას შეიძლება დაუკავშირო? მე დამრჩა განცდა რომ ხომ არ არის ეს იმის შედეგი რომ უკრაინას კი ამბობდნენ რომ კარტები არ აქვს, მაგრამ რაღაც კარტები აღმოაჩნდა და ბოლო პერიოდში მათ შორის პიტჰექსეთის განცხადება რომ გავიხსენოთ იყო იქ რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი უკრაინელებისგან ახალი რეალობის გათვალისწინებით და იმ პროგრესის რაც მათ აჩვენეს. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი ამ დიდი ჩართულობის? კარტების გარდა მან იყო კიდევ თითქოს რაღაცა ვადები დათმული ხო პუტინისთვის მიცემული დრო რომ აი ამ დროში დონბასი აიღებ და თუ აიღებ თუ არა და მშვიდობა მოაწერე ხელი. ეგ ყველა დრო არავის არ უთქვამს ეს რეალურად თუ შემოდგომის ბოლომდე მიცა დრო მაგრამ რაღაცა ესეთი საუბრები იყო ხო ყველას გვახსოვს რომ რაღაც შემოდგომის ბოლომდე კი არა აგერ გაზაფხული დამთავრდა და არაფერი და შესაძლოა ესეც რამენაირად კავშირში იყოს თუ ვცდები. იცი ბევრი ფაქტორია მგონი რაც არის კავშირში. ერთი ის რომ უკრაინა აჩვენებს იმას რომ რეალურად აქვს კარტები. ის რომ მგონი ეს წინაჯერზეც ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა შარშან გამოუშვა დაახლოებით 300,000 დრონი. უკრაინა წელს გამოუშვებს 7 მილიონ დრონს. ანუ ვთქვათ ხარისხობრივად თვითონ უშუალოდ დრონის მასშტაბებიდან გამომდინარე შესაძლოა ინდივიდუალური ამერიკული დრონები გაცილებით უფრო მძლავრი იყოს, მაგრამ 300,000-ის 7 მილიონთან შედარება უბრალოდ გაჩვენებს იმას, რამდენად ტექნოლოგიურად, სამხედრო ტექნოლოგიების მიმართულებით, რამდენად წინ არის წასული უკრაინა ამ მხრივ. ამას ძალიან კარგად ხედავენ შეერთებული შტატების შეიარაღებულ როგორც უშუალოდ სარდლობები, ასევე თვითონ პენტაგონი და ეს ალბათ არის ჩემი აზრით ფაქტორი. ამასთან ერთად უკრაინა გახდა ეს უფრო მეტად გლობალური მოთამაშე, ვიდრე აქამდე იყო და უკრაინელები ეხმარებიან როგორც ნატოს ჯარისკაცებს, წვრთნიან ნატოს ჯარისკაცებს დრონების ოპერირებაში, ასევე უკრაინამ დადო რამდენიმე ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან სამხედრო პარტნიორობის თანამშრომლობის შეთანხმება, რის ფარგლებშიც უკრაინა როგორც აწვდის ტექნოლოგიას, ასევე ეხმარება მათ ირანული შაჰედების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანუ ამით თავისთავად რაღაცა მასშტაბი გაიზარდა უკრაინის როგორც საერთაშორისო მოთამაშის. ამასთან ერთად კიდევ ერთი ფაქტორი, ჩემი აზრით, რაც ახლა იკვეთება, ის არის რომ ჯერ ერთი მოდის შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში და შეიძლება ვთქვათ ვიფიქროთ რომ არ არის ახლა ეს ძალიან დიდი დატვირთვის მქონე მოვლენა უკრაინისთვის, მაგრამ ტრამპისთვის და მისი მოკავშირეებისთვის ვფიქრობ რომ არის ეს ფაქტორი, გამომდინარე იქიდან რომ ტრამპი მოვიდა დაპირებით რომ ჯერ 24 საათში დაამთავრებდა ამ ომს, შემდეგ 1 თვეში, შემდეგ 3 თვეში, შემდეგ 2 კვირაში და ძალიან ბევრი დედლაინი ჰქონდა ესე, მაგრამ ეს ომი ისევ მიმდინარეობს იმიტომ რომ პუტინს არ უნდა ომის დამთავრება, თორე უკრაინელები არიან რომ ამბობენ რომ მზად არიან ომის დამთავრებისთვის და გამომდინარე იქიდან რომ ტრამპმა ეს დაპირება ვერ შეასრულა აქამდე შესაძლოა ერთი ფაქტორი ის იყოს, რომ მისი მომხრეები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად უკეთესად გაიგონ, უკეთესად გაეცნონ სიტუაციას და იქნება რამენაირად ხელი შეუწყონ იმას, რომ ან პრეზიდენტის უკეთესად ინფორმირებაში, ან მისთვის რაღაცა მიმართულების მიცემაში მიიღო მონაწილეობა, იმისთვის რომ ომი დამთავრდეს და საბოლოო ჯამში ნოემბერში გამართულ არჩევნებში პრეზიდენტს ჰქონდეს იმის თქმის საშუალება და მისი პარტიის რესპუბლიკური პარტიის მხარდასაჭერად, რომ აი რასაც დაგკვირდით იმას დრო დასჭირდა, მაგრამ ეს ომი დავამთავრეთ. ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი. ამაზე კიდევ
არის მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს ნაწილობრივ ოპტიმიზმი, რასაც უკავშირდება თუ რასაც რამდენიმე ადამიანმა თქვა ეს ესეთ გავლენიანმა მიმოხილველმა უკრაინელმა, რომ შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე პუტინი უფრო მეტად იყოს დღეს მზად, ვიდრე აქამდე იყო. ერთი, იმიტომ რომ ეკონომიკა ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა, მეორე, იმიტომ რომ ეს უკრაინული დარტყმები უკვე რუსეთში იგრძნობა და რუსი რიგითი მოქალაქეები გრძნობენ იმას, რომ მათი ქვეყანა ომშია და ეს არ არის რაღაცა სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოკლევადიანი. მაგრამ ამასთან ერთად შესაძლოა იმის გამოც, რომ იმისთვის, რომ უკეთესი პირობები მიიღოს პუტინმა შეერთებული შტატების შუამდგომლობით ამ ომის დამთავრებაში, პუტინმა სცადოს, რომ რაღაცა ტრამპს ხელი შეუწყოს აი ამ გამარჯვების ესე დაფიქსირებაში, თუ ომის დამთავრების დაფიქსირებაში, იმისთვის, რომ ტრამპმა რაღაც უკეთესი შედეგები დადოს არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თეორიული ამბავია. რა დრო მოვიდა, რომ Make America Great Again გადის იმაზე, რომ პუტინი დაეხმაროს ტრამპს ამ რაღაცას. უბრალოდ ხო შეფასებაა ეს მოვიდა. არავინ იცის საბოლოო ჯამში. არა, ეს სკოლოდ ვიღაც თუ გაუშვა თავში ეს იდეა თავისთავად. ანუ ეს როგორც ამბობენ, ყვავილი უცეცხლად არ არის, ხო და რაღაცა ძალიან დასანანია ჩემთვის პირადად. ალბათ ისიც არის ფაქტორი, რომ იმდენად ცვალებადია და იმდენად გაურკვეველია ეს ადმინისტრაციის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, რომ უბრალოდ არ იცის ხალხმა რა იფიქროს და რაღაცა ბევრი თეორია ჩნდება ამის გამო. რა არის მართალი? რა ჩვენი ვალდებულება ხალხს უთხრათ ის, რაზე არის საუბარი და რაზე ფიქრობენ და დანარჩენი შევხედოთ რა იქნება. და აქედან გამომდინარე არის და კიდევ ერთი, რასაც ესეთი დაკვირვების მხრივ რასაც ამბობენ, რომ იქ პუტინმა გააჟღერა 9 მაისს, რომ ეს მისი თქმით ეს ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. ამითი რაღაცა თითქოს გააჩინეს საერთაშორისო დონეზე მოლოდინი იმისა, რომ ის მზად არის, კარი გააღო იმისთვის, რომ რაღაცა დამთავრებისკენ წავიდეს ეს ომი. ასევე ფიქრობენ, რომ პუტინი თუ რუსეთმა გამოაცხადა მობილიზაცია მომდევნო 2 თვის განმავლობაში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაშინ ალბათ ის მზად არ არის იმისთვის, რომ რაღაცა დაიძრას ყოველ შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მაინც რეალური საუბარი. ამასაც უნდა დავალოდოთ, ნახოთ, ამ ეტაპზე არ არის არანაირი ინდიკაცია, რომ ის აპირებს ამის გაკეთებას, თუმცა იცი რა, არის გარკვეული ცნობები, მათ შორის დუმაშიც გაკეთდა განცხადებები ამასთან დაკავშირებით, რომ სამზადისი მიმდინარეობს. გარდა ამისა გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც და საინფორმაციო სივრცეშიც სპეციალური უწყებები, რომელიც მიუვიდათ რუსეთის მოქალაქეებს. მაგალითად, ხო, ბოდიში, ხო, ეს არ არის საინფორმაციო ბუკლეტი. ხო, ეს არ არის კლასიკური ეს რაღაც გამოძახების უწყისი, ეს არის საინფორმაციო ბუკლეტი, როგორც რატომ თქვა, სადაც არის ცნობა, რომ საჭიროების შემთხვევაში და როდესაც იქნება, ანუ წინა შესამზადებელი დოკუმენტი, ასე ვთქვათ, სად უნდა მივიდეს, როგორ უნდა მივიდეს და ასე შემდეგ. ეს ამის დარიგება დაიწყო და მათ შორის მე მოვისმინე ექიმების განცხადებები იყო სოციალში, სადაც ამბობდნენ, რომ აი მე ვარ ექიმი, მომივიდა ესეთი და ესეთი შეტყობინება, რომ მობილიზაციის გამოცხადების დროს რა უნდა გავაკეთო, ანუ რაღაცა გავს სამზადის. ნიადაგი მზადდება. ან ასევე არ არის გამორიცხული ის, რომ უბრალოდ ხდება მოსინჯვა, იმის არა რეაქცია მოყვება ამ ყველაფერს. ესაც არის კი ბატონო. არ დაგვავითქვას, რომ რამდენიმე თვეა ფაქტობრივად 2020-ში დაიწყო დანაკარგი აჭარბებს შეგროვებულ ხალხს და ეს თუ ასე გაგრძელდა კიდე უბრალოდ გარდაუვალდება, ან უნდა დაამთავროს, ან მობილიზაცია გარდაუვალი იქნება და
ყველაფერი რა ტემპითაც მიდის თუ კი ესე გაგრძელდება, ჩახოული მაგასანდოვი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შემოდგომაზე გარდაუვალ ჩანს მობილიზაცია. ახსენებენ კიდევაც შემოდგომას უკვე. ნუ ნახოთ ეს როგორ იქნება. ია, უკრაინიდან რო ოდნავ სამხრეთით გადავინაცვლოთ, თუ ამოვწურეთ, ხოს უკრაინაზე ერთ მგონი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ესეთი უკრაინელების დაწინაურებ თუ განვითარებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ვთქვათ, არის საინტერესო სტატისტიკა, რაც გავიგე ახლა ბოლოს იყო ის, რომ ერთი დახარჯული $1 უკრაინელებს $1 უჯდებათ რუსეთისთვის $100 ზარალის მიყენება. რაც ესეთია მნიშვნელოვანი ცოტა წარმოსადგენად რთულია ეს რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არის საუბარი იმაზე, რომ გაცილებით უფრო სწრაფად და უფრო იაფად შეუძლიათ ტექნოლოგიური იქნება ეს თუ სხვა ზომების მიღება იმისთვის, რომ რუსეთს 100-ჯერ მეტი ზიანი მიაყენონ. ასევე უკრაინის სამხედრო ინოვაციების თუ ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ დაახლოებით $100 უჯდება უკრაინას ერთი რუსი ჯარისკაცის ბრძოლის ველიდან მოშორება, იქნება ეს ან ლიკვიდაცია მისი, ან დაჭრა. ანუ რაღაცა ისე უფრო მონაცემებით უფრო მეტად ხელმძღვანელი data driven რასაც უწოდებენ ესეთ ამ ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით უფრო მეტად გადაერთო უკრაინა ესეთი ბრძოლის ბრძოლაზე, რომ ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი აღირებულება ან რაღაცა მონაცემებით გამყარებული ბაზა და სტრატეგიის შემუშავებაც სწორედ ამ მიმართულებით ხდება და ერთი რა ალბათ ისაუბრეთ თქვენ ამაზე რაღაც მომენტში ის რეფორმა რომელსაც ახლა ახორციელებს უკრაინა შეიარაღებულ ძალებში ასევე ამ data driven მას სტრატეგიას უკავშირდება და ძირითადად ერთ-ერთ სამხედრო პირს შევხვდი მაღალჩინოსანს ბესარაბიის რეგიონში და მან მითხრა, რომ ესე თვითონ ესეთი გამოცდილი გენერალია და მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ის, რომ ესეთი ფორმა მიეცა ახლა უკვე უკრაინაში სამხედრო რეფორმას, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმის ტექნოლოგიური წინსვლა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საბრძოლო ოპერაციებში გაცილებით უფრო მოქნილს ხდის უკრაინის თავდაცვას და შემდეგ იერიშების მიტანას რუსეთზე, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ ისინი. ანუ უნდა ხო ნახოთ როგორი შედეგი შეიძლება მოხდეს თუ მოხვება აი ამ რეფორმას, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და ცოტა დაგვიანებულიც კი იყო უკრაინისთვის ყველაფრის გათვალისწინებით. დაიწყო რომ ფედოროვი ტექნოლოგიებიდან მოსული კაცია და რაც ალგორითმებს ქმნის და ამ ალგორითმებით ამუშავებს მერე სისტემას და რაც პრინციპში მეტნაკლებად ხედავთ რომ სასწაული რაღაცა არის ეს მართლა, იმიტომ რომ ამისი ანუ ავტომატიზირება ამ სისტემის და აღმოჩენიდან ადამიანის მიერ ბრძანების ხო განადგურების ბრძანებამდე 2.5 წამია, ანუ წარმოუდგენელი დროა. 2.5 წამი, ნუ სიგიჟეა აბსოლუტურად. ეხლა ამაზე რომ არ გავახსენე და იას დრო რომ დავზოგოთ თან, ცოტა სამხრეთით უნდა გადავინაცვლოთ და რუბიოს პასუხები ძალიან საინტერესოა. ანუ ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ, რომ რუბიო სახელმწიფო მდივანი გახლდათ სომხეთში ცოტა ხნის წინ, ანუ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის ჩავიდა სომხეთში, იმყოფებოდა ცოტა ხნით, შეხვდა სომხეთში 7-ში არის არჩევნები რამდენიმე დღეში, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ტრიპი, ანუ ეკონომიკა, ვაჭრობას დაყვანილი გარიგებები, სამშვიდობო ხელშეკრულება და ამ შემდეგ და დღეს იყო ნათქვამი უკვე საქართველოს სადღაც გაისმა და ძალიან საინტერესო იქნება აი ამ ჭრილში
ეს რეგიონი, ირანი, განვითარება, ხედვა და ასე შემდეგ. ცოტა ტრამპი ნეთანიაჰუი ხო არ გამასახან გადავიდეთ. ეხლა ეს საკითხები ანოსაც გამოვიყენოთ და ტრამპი ნეთანიაჰუს მერე გადავიდეთ ახლოს ამ მეზობლოზე. ნუ იქ ამ ურანის თემა უნდა ვთქვათ აუცილებლად სადღაც რაღაცა მომენტში რა, მაგრამ ხო, ნუ ისე გავაკეთოთ, რომ ერთმანეთის დროს გავუფრთხილდით. ხო, რადგან იაც ხო, ეგ კარგია, ეგ თემა არ დაგვავიწყდეს. თან რომ გეგმავთ ეს მიყვარს. ხო, ია და მიშა რომ ერთად არიან, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაღაცები ხდება ბიბისა და ტრამპს შორის. ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს არის ის, რომ მთელი დღე ისრაელის მედია საუბრობს ერთ-ერთი მთავარი თემა, ომი მიმდინარეობს რამდენიმე ფრონტზე და მთავარ გამოშვებაში თემა იხსნება ტრამპის და ნეთანიაჰუს დაძაბული ურთიერთობა. პრინციპში, აი დღეს ახლა ბოლო რაც განცხადება გააკეთა ერთ-ერთ პოდკასტში დონალდ ტრამპმა, რომ ისედაც ცნობილი იყო, რომ ბოლო პერიოდში მათ ურთიერთობა დაეწაბა, როდესაც ნეთანიაჰუმ ლიბანში სამხედრო სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა, მაგრამ ახლა თუ ეს პირველი პირები ერთმანეთს გიჟებს ეძახდნენ, ამ დონემდე ჩვენ არ გვეკონა, მაგრამ დღეს ტრამპმა დაადასტურა, რომ მან ნეთანიაჰუს გიჟი დაუძახა და აი რა ამერიკაში რამ ასე ფიქრობენ, მართლა ასე ფიქრობენ, რომ ამერიკას არ შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება აქ? ამერიკა იმდენად დიდი და ეს არის, რა ქვია, მრავალფეროვანია, რომ ტრამპის ფრთასკოლის. ტრამპის ფრთაც გაყოფილია სხვათა შორის ორად და ნეთანიაჰუ გახდა საბოლოო ჯამში. აი ნეთანიაჰუ იმდენად არა, რამდენადაც ცალკე ომი ღაზაში, ცალკე ირანზე 28 თებერვალს მიტანილი დაწყებული სამხედრო ომი, ეს სამხედრო ოპერაცია ეს გახდა მაგას ფაქტიურად შუაზე გაყოფის მიზეზი. ნაწილი და არა მხოლოდ და ეს მერე აისახა რაღაცა ისეთი დიდი მგონი ძალიან დიდი გამოხმაურებები მოყვება საბოლოო ჯამში ამას ეს გაყოფილი მაგა და ტრამპის მხარდამჭერი ინფლუენსერები ნაწილი დღეს კიევშია და ნაწილი მოსკოვში. თუ გუში ნაწილი კიევში იყო და ნაწილი მოსკოვში იყო და ეს ის ხალხია, რომლებიც თავიდანვე ამბობდნენ, რომ უკრაინას არ უნდა დავეხმაროთ და თავიდანვე ამბობდნენ, რომ რაღაცა ამერიკა უპირველეს ყოვლისა არსად არ უნდა ჩავერთოთ და ვფიქრობ, რომ აი ეს ირანში დაწყებული ომი ძალიან ბევრ შიდა პროცესს იწვევს შეერთებულ შტატებში საბოლოო ჯამში. ესე გრძლად გამომივიდა ამაზე ეს კომენტარი, მაგრამ ტრამპ შეუძლია თუ არ შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება იქნება ეს თუ რაღაცა მისი პოზიციონირების შეცვლა. ალბათ არა, იმიტომ რომ ნეთანიაჰუს თავისი გათვლები აქვს, ნეთანიაჰუ თავისი გადმოსახედიდან აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და მეორეს მხრივ ტრამპს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა შექმნილი ახლა, გამომდინარე იქიდან, რომ ირანშია მიმდინარეობს ომი, რომელზეც ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ ომი დამთავრდა, მაგრამ რეალურად ომი ისევ მიდის, შიგადაშიგ ცეცხლშეწყვეტაც არ არის, ჰორმუსი ისევ ჩაკეტილია, შეერთებულ შტატებში საწვავზე ფასმა მოიმატა, ამას რაღაც სხვა ეკონომიკური შედეგებიც მოჰყვება, ინფლაცია მოიმატა და ირანის ომთან დაკავშირებული ძალიან ბევრი შიდა პროცესი იქნება ეს თუ ეკონომიკური მდგომარეობა უკვე ძალიან იგრძნობა. და არის მოსაზრება, რომ ტრამპს უბრალოდ აღარ შეუძლია აქედან გამოსვლა, უნდა გამოაცხადოს, თქვათ, გამარჯვება და გამოვიდეს ირანიდან, რაც საბოლოო ჯამში ირანს ალბათ უფრო გაუმყარებს პოზიციებს რეგიონში, განსაკუთრებით ჰორმუსთან დაკავშირებით. ან მაშინ უნდა გააგრძელოს და მივიდეს ბოლომდე, თუ მიიყვანოს ოპერაცია ბოლომდე და რეალურად იზრუნოს რეჟიმის შეცვლაზე. ეს ორი არჩევანი აქვს. როგორც ჩანს, ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ფასდება ეს. ამაში ნეთანიაჰუ რა როლს თამაშობს, ეს რა ვიცი, ალბათ მიშა შენგან უკეთესად გამოჩნდება ეგ. ბოლო პერიოდში ფაქტობრივად ერთმანეთს ცდება ვაშინგტონის და იერუსალიმის პოზიციები, ფაქტობრივად აი და წინა კვირის მთავარი თემა იყო და ჩვენს გადაცემაშიც ესეთი საკითხი კითხვა დავსვი, რომ ვინ მართავს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, ვაშინგტონი თუ იერუსალიმი, იმიტომ რომ ჯერ კიდე ნეთანიაჰუმ წინა კვირას გზავნილი გააკეთა, რომ ღაზა სექტორის განახლება და მშვიდობის გეგმის ამოქმედება თუ გვინდა 70% უკვე ახალი აკონტროლებს და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იყო, რომ მათ
გეგმებში ეს არ შედის, ანუ ნეთანიაჰუს საპასუხო განცხადება იყო უარყოფილი, შემდეგ იყო ტრამპმა გიჟი უწოდა ნეთანიაჰუს და ის ვითარება, რაც ახლა ახსენეთ, რომ ამერიკაში არის ეკონომიკური კრიზისი, მალე არჩევნები არის, განსხვავებული ვითარება ამ მოქალაქეებში. მე უბრალოდ ახლა ისრაელის პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს ყველაფერი ისრაელშიც არის ეკონომიკური კრიზისიც, უბრალოდ ვაშინგტონისგან განსხვავებით ისრაელში ჯერ კიდევ მოსახლეობა თავშესაფრებში გადადის ჩრდილოეთში. ანუ აქ უფრო იგრძნობა და შესაბამისად ცოტა ადვილია შესაძლებელია ტრამპის მხრიდან, რომ ომი უნდა დასრულდეს, ან უნდა დაასრულდეს. ანუ მას და მის მოსახლეობას რეალურად ეკონომიკური საფრთხის გარდა არ ემუქრება საფრთხე და შესაბამისად გიჟი დაუძახო ნეთანიაჰუს, ამ შემთხვევაში არ ვიცამი ნეთანიაჰუს, უბრალოდ გიჟი უკრაინა მახსენდება, იცი ამ ყველაფერს რა უსმენ, ანუ ხო, დაუძახო ნეთანიაჰუს, რომელიც ამბობს, რომ იცი რა, მე არ ვომობ, არ მინდოდა ომი ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ, უბრალოდ ისრაელის ჩრდილოეთში ამ დროსაც, აი დღესაც კი, როდესაც ტრამპი მოუწოდებს, რომ ცეცხლის შეწყვიტოს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, კირიათ-შმონაში, იქ სადაც ბექაც იყო რამდენიმე წლის წინ, არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ, ძალიან ლამაზი ქალაქია, მოსახლეობა კიდე თავშესაფრებში გადადის და ტრამპის მოწოდება ვაშინგტონიდან, რომ იცი რა, ნეთანიაჰუ შენ გიჟი ხარ, ხა ომი დაასრულე, მან ესე არ სრულდება, მაშინ მოელაპარაკოს. სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ტრამპმა იმოქმედა იმ კუთხით, რომ დღეს გავრცელდა განცხადება ასეთი, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები არ დაარტყავენ ბეირუთს, ბეირუთიდან 60 კილომეტრში იმყოფებიან ახლა გოლანის ქვედანაყოფები. ეს არ არის ძალიან დიდი მანძილი, მათ ძალიან მარტივად შეუძლია ახლა ბეირუთზე თავდასხმა. ისრაელის შეიარაღებული ძალები არ დაარტყავენ ბეირუთს დონალდ ტრამპის მოთხოვნით. სამაგიეროდ ჰეზბოლამ არ უნდა განახორციელოს ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმები, მაგრამ რამდენიმე საათის წინ ჰეზბოლამ განახორციელა თავდასხმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ისინი უპასუხებენ. ამიტომ სად იკარგება ტრამპის და ნეთანიაჰუს ახლა პოზიციები უბრალოდ არ მესმის. და თქვენ შემოგვიერთდით ახლა განმარტებულად. ჩვენ შეგვიძლია კითხვა დავსვათ ამ შემთხვევაში, რომ საერთოდ ირანისგან გამდიდრებულ ურანზე საერთოდ რა პოზიცია არის, იმიტომ რომ მანდაც გაურკვეველი ამბავი არის, რა ხარია, ხო? ურანზე რა ხდება ურანზე? ვის მიაგდა, სად მიაგდა, რატომ მიაგ იქნება თქვენ გაგვარკვიოთ? აი ბოლო იყო განცხადება ყველაზე ისეთი, რაც სხვა შორის პირველი იყო, როდესაც ისრაელის ახალი მოსადის ხელმძღვანელი ყავს ისრაელში, რომან გოფმანი, რომელიც გუშინების წარმომადგენლებს შეხვდა რამდენიმე წუთით, მასთან კითხვის დასმის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, მაგრამ აი გოფმანმა პირველი რითაც მედიაში თავი გამოიჩინა, ეს იყო, რომ არც ერთ ვარიანტში ირანიდან ერთადერთი მმართველობა, სადაც შეიძლება გამდიდრებული ურანა გავიდეს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ბოლო პოზიცია ირანის არის, რომ გამდიდრებული ურანის გატანა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ჩინეთში, რაც მე მგონია, რომ ტრამპს ყველაზე მეტად არ უნდა აწყობდეს. აი ყველაზე მეტად ახლა არ უნდა აწყობდეს ის 440 კილო გამდიდრებული ურანის ჩინეთში გასვლა, იმიტომ რომ აი ეს რამდენიმე დღიანი ვიზიტი მგონია, რომ ეს დააფიქსირეს, ანუ აქამდე ჰქონდათ პოზიცია, რომ ჩვენი მტვერი ჩვენთან დარჩება და არცად არ გავაყოლოს შემთხვევაში. იად ესე ამბობდნენ. საუბარი იყო, რომ ან რუსეთში, ან რუსეთის ამბავი ხო მახსოვს, მაგრამ ანუ ღიად ყოველთვის ასე ამბობდნენ, რომ არცად არ გავადა ეს საკითხი, არ გადაიხედა. რა ხდება მაკედან კაპიტოლიუმიდან რა ისმის. შემდეგ ჯერზე მე ნამეტანი 2 დღის წინ ჩამოვედი უდე. მაშინ ეხა მოდი იას დროს უნდა გაუფრთხილდეთ და ჩვენ სადღაც რა ვიცი შეგვიძლია 1-5 კი გავაგრძელებთ შემდეგ უკვე. ჩავეტიოთ, 1-5 წუთი გაქვს იმისთვის, რომ გითხრა რუბიო, საქართველოს, სომხეთი, რეგიონი იქნება. ხო, ანუ ხედვა როგორია. რომ შევახსენოთ მაყურებელსაც, უკრაინის საკითხები შენახული გვაქვს და ჯერჯერობით გვერდზე ვდებთ ისრაელის და ირანის ამბავსაც. რუბიოს მოსმენა ჰქონდა 2 დღის განმავლობაში, სხვათა შორის გუშინ იყო სენატში, დღეს არის წარმომადგენელთა პალატაში. და თუ პირიქით საბოლოო ჯამში კონგრესმენმა უელსონმა სენატორ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაუსვა შეკითხვა საქართველოს, რაც მოსალოდნელი იყო და რუბიომ საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა, ისეთი მოკლე, მაგრამ
ძალიან ბევრის მომცველი. ერთი იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის რა აწუხილები აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოსთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ამის კომუნიკაცია მოხდა საქართველოს მთავრობასთან და ასევე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა საპასუხო ნაბიჯები იმისთვის, რომ ურთიერთობა გაუმჯობესდეს. კონკრეტულად არ უთქვამს ეს რა ნაბიჯებია და საკმაოდ მოკლე იყო მისი პასუხი, სულ რამდენიმე წინადადება, მაგრამ მან ასევე დასძინა ის, რომ მიმდინარეობს მუშაობა ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნება ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის და რის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ შეიცვალოს behavior თუ ქცევა შეერთებული შტატების მიმართ. რა გაგრძელება თუ პოლიტიკაში როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ. ესეთი ამ მოსმენის გარდა დეტალები ყოველ შემთხვევაში ჩემს არ არის ცნობილი, მაგრამ ფაქტია ის, რომ რაღაცა ახალი ტალღა თუ არა, რაღაც სხვა ეტაპზე გადავიდა საქართველოსთან ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ იმის ნაწილი, რითაც დავიწყეთ, გიორგი, რითიც დაიწყე შენ ეს სეგმენტი საუბრის. ტრიპი, სამხრეთ კავკასია, ესე ტრამპის გზა, როგორც უწოდებენ და შეერთებული შტატების ძალიან აქტიური ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში. მე რა ვიცი, რამდენი წელია უკვე ვაკვირდები ამერიკის პოლიტიკას რეგიონის მიმართ და მე ასეთი ჩართულობა არ მახსოვს სამხრეთ კავკასიაში. არა მხოლოდ თქვათ სახელმწიფო მდივნის და ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ვენსი ორივე ქვეყანაში და რუბიო ახლა სომხეთში იყო ჩასული. არამედ თუნდაც ის, რომ თქვათ შეერთებულ შტატებში გასულ აგვისტოს ხელი მოეწერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას სწორედ თეთრ სახლში. ვაშინგტონი ძალიან არის გააქტიურებული, ეს ძალიან მკაფიოა. რამდენად ესეთი პოლიტიკაში რამდენად გადაიზრდება, გრძელვადიან პოლიტიკაში რამდენად გადაიზრდება ის, რასაც ახლა ვხედავთ, ეს უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ ყველა ლოგიკის გათვალისწინებით ალბათ მოყვება ამას რაღაცა სხვა პოლიტიკური ნაბიჯებიც. ახლა რასაც ვხედავთ, არის ძირითადად მაინც ეკონომიკური, რაც უკავშირდება სატრანზიტო კავკასიის როგორც მნიშვნელოვან ნაწილს დიდი ტრანზიტის გზაში, ასე რომ ვთქვათ. ტრამპმა ძალიან ვნახოთ ეს ფაშინიანს გამოადგება თუ ხელშეუშლის, სავარაუდოდ ალბათ უფრო გამოადგება, მაგრამ ძალიან მკაფიოდ პირდაპირ გამოხატა მის მიმართ მხარდაჭერა, რაც და თქვა, რომ ის უჭერს ფაშინიანს მხარს მომდევნო არჩევნებში. ხო, რამდენიმე კვირაში იქნება არჩევნები. რამდენიმე კვირაშიც არა. რამდენიმე დღეში. არა, ეხლა 7-ში არის არჩევნები. აქ როთერი ლოკალური ტრაგედია იმაში არის, რომ ყველაფერი თბილისის გვერდის ავლით ხდება ეს ყველაფერი. საქართველოს არ არის ესე აქტიურად ყოველ შემთხვევაში ვიზიტები არ გვინახავს ჯერჯერობით, გარდა რა თქმა უნდა იყო იქ სახელმწიფო დეპარტამენტიდან კონგრესის სტაფერები იყვნენ ასევე ჩასულები, მაგრამ იმ დონეზე არ არის საქართველოსთან ჩართულობა, რა დონეზეც არის სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ეს მე მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს შეიცვლება და ჩართულობა საქართველოსთან გაიზრდება ყოველ შემთხვევაში შეერთებული შტატების მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ამისი ის სურვილი ჩანს, ღიაობა სურვილი თუ არა, ღიაობა ჩანს შეერთებული შტატებისგან, რომ ხელი გაწვდილია საქართველოს მიმართ. მე რამდენადაც ვიცი, ჯერ ისევ ანტიამერიკანიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილი, რაც შეერთებულ შტატებს აქვს, თუ ადმინისტრაციას აქვს, რომ ეს ანტიამერიკანიზმი საქართველოში ამერიკისთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, და ნებისმიერი ფორმით პარტნიორობის გაუმჯობესება
სწორედ ამ ხაზზე გადის და დანარჩენი საჯაროდ არ არის ყოველ შემთხვევაში საუბარი იმაზე იქნება ეს რაღაცა სადაზვერო სამსახურების ურთიერთობა თუ სამართალდამცავი სამსახურების ურთიერთობა ყოველ შემთხვევაში წინა წელთან შედარებით და თუნდაც 2 წლის წინ რა ურთიერთობაც ჰქონდა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს იმასთან შედარებით ვხედავთ რომ რაღაცა პატარა ნაბიჯები არის ორივე მხარისგან წინ გადადგმული უბრალოდ როგორ განვითარდება ეს ალბათ იწილად უფრო მეტად საქართველოსია დამოკიდებული და უნდა ვნახოთ რამდენად რეალურად არის მზადყოფნა და სურვილი მე რა კითხვაც მაქვს საქართველოს მხრიდან რომ გაუმჯობესდეს ურთიერთობა მე რა კითხვაც მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ბევრ მაყურებელს ექნება ეგ კითხვა ალბათ უკავშირდება იმას იქნება თუ არა საპასუხო ნაბიჯებში გარკვეული ცვლილებები ქართული ოცნების პოლიტიკაში ხო ანუ ეს ხომ არ იქნება ის სცენარი სადაც მიიღებენ ისეთ ვითარებას როგორიც არის ხელს ჩამოართმევენ და დარჩება სიტუაცია ისე როგორც არის ანუ შტატების მხრიდან დამოკიდებულებაში შენ როგორ ხედავ ამ ამბავსია ძალიან საინტერესო არის მე მგონი ვთქვი ხო გასაგებად რასაც გულისხმობ ანუ იქნება მოთხოვნები ვთქვათ რომ ხო დემოკრატიის თვალსაზრისით გააკეთებს სავაჭრო გზების გამო ამერიკამ კაიჯანდაბას იყოს როგორც ნუ იქნებით დემოკრატია და მოდი გავაგრძელოთ როგორც არის რთული სათქმელი ამერიკას ძალიან ბევრი ისეთ ქვეყანასთან აქვს ურთიერთობა სადაც დემოკრატია დიდად არ ყვავის პირიქით ავტოკრატებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ადმინისტრაციას და ყველაფერი მაინც უკავშირდება შეერთებულ შტატების ინტერესებს. ნუ ამას ეს ასე ჟღერდება პოლიტიკის დონეზე, რომ იქ სადაც შეერთებულ შტატების ინტერესები შეიძლება დაწინაურდეს, ამერიკა არ არის მსოფლიოს პოლიცია, ამერიკა არ არის ესეთი ერის მშენებელი ქვეყანა სხვა ქვეყნებში და ამიტომ ძალიან განსხვავებული მიდგომა აქვს ამ ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. ის თქვათ მოსაზრება იმაზე რომ თუ არაფერი გააკეთა საქართველოს მხრიდან მოსაზრება თუ ანალიზი იმისა რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ ნუ რა თქმა უნდა ეს არ ვიცით თუმცა პოლიტიკის დონეზე ხა როცა რუბიო გამოდის და კონგრესის წინაშე ჩვენებას აძლევს რომ ქართულმა მხარემ იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ურთიერთობა გაუმჯობესდეს და იმედი გვაქვს რომ ამას ქცევის შეცვლა რომ ეს ქცევის შეცვლას უკავშირდება ეს მოლოდინები ამის შემდეგ ქცევის შეცვლის გარეშე ფაქტიურად საკუთარი გაცხადებული პოზიციის უკან წაღება იქნება თუ ასე არ მოხდა ხო და ამიტომ ძალიან რთულია თქვა შეიძლება პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იცვლის შეხედულებებს მაგრამ ესეთ ინსტიტუციურ დონეზე მარკო რუბიო არ იცვლის სხვათა შორის ხშირად შეხედულებებს და ესეთი ჯერ ისევ აქვს ის რეპუტაცია რომ ის არის ნუ სახელმწიფო მდივანი რომელიც ძალიან ბევრ ცეცხლს აქრობს რომელსაც ვთქვათ ადმინისტრაციის განცხადებები იწვევს თუ ურთიერთობებს ესეთ ინსტიტუციონალურ ფორმაში აბრუნებს შეერთებული შტატებისა ხო და რა ვიცი ესეთი გაურკვეველი პასუხია ეს ალბათ ვექა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოლოდინი იმისა რომ როდესაც ამ მასშტაბის და ამ დონის ფიგურა ამბობს იმას რომ გვაქვს მოლოდინი რომ რაღაცა შეიცვლება და ურთიერთობის გაუმჯობესება ამას უკავშირდება ამ ცვლილების დანახვის გარეშე მე უბრალოდ ვერ ხედავ როგორ შეიძლება რომ მაშინ რაღაც წინაპირობებს გულისხმობს რომ კაი ჯანდაბას თქვენი თავი და მოდი დაუბრუნდეთ ისევ კარგ ურთიერთობებს რაც არ მგონია რომ მოხდეს ხო ნახოთ ხო ყოველ შემთხვევაში ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა და მათზე არის ყველაფერი დამოკიდებული ამ შემთხვევაში ყველაფერი ღიად არ ითქმის არ თქვა ღიად რუბიომ ამის შესახებ მაგრამ ძალიან კაფიოდ გამოჩნდა მისი ქმედებები ხო ნუ ხო ქცევა შეიცვალოს ერთია მაგრამ ჩამონათვალი არის ხო რაღაც ბევრი რამე არის რა ხო სხვათა შორის საგულისხმო არის სომხეთთან შენ თუ გეჩქარება უკვე ჩვენ მადლობის მეტი რა დაგვრჩენია გითხრათ ტრადიციულად დიდი მადლობა შენი დროისთვის და ველოდებით შემდეგზე როცა გექნება შესაძლებლობა რომ ჩაგვერთო მუდმივად საინტერესო არის ხალხებს აქ გრჩება ჩვენ იერუსალიმი
ხელებს ვიფშვნეთ ახლა რა ვიგოთ სამხრეთული ამბები ია დიდი მადლობა მედია მომავალ ჩაფას სანამ შევხვდებით ტრამპი და ნეთანიაჰუ შერიგდებიან ნახოთ რა თქმა უნდა დროებით მადლობა მიშა რა ხდება ყველაზე მძიმე რაც იყო ჩემთვის მაგალითად მძიმე როგორ ახსაქმელად და რაღაცა ის გამოცდილება რაც ხდება რა გამოცდილებასაც ვაყურდებით უკრაინაში ძალიან ეფექტურად გამოიყენეს მაგალითად ახლო აღმოსავლეთში და ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონებით მიიტანეს იერიშები, მათ შორის ცახალის ქვედანაყოფებზეც და აი ახლა რა მდგომარეობა არის, იმიტომ რომ ლიბანი არ არის მარტივი სამიზნე ისრაელისთვის და რა თქმა უნდა ყველას გვაინტერესებს რა პროცესები არის და რა ვითარება არის საერთოდ რას გრძნობთ თქვენ ვინც ხართ ადგილზე. საერთოდ საიდან აღმოჩნდა ეგ ტექნოლოგიები? მათ ხელში. ის რაც შორის ძალიან საინტერესოა, რომ 2 წლის წინ ჯერ კიდე ტანკებზე საუბრობთ და ბოლო რამდენი 2 წელიწადში ომები უპილოტო საფრენი აპარატებით ხდება და ეს ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად ნეთანიაჰუს ბოლო განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, ის ამბობს, რომ ჩვენთვის მოულოდნელი იყო ისრაელისთვის ყოველ შემთხვევაში ის უპილოტო საფრენი აპარატების და დრონების ის რაოდენობა, რაც ჰეზბოლას აღმოაჩნდა, იმიტომ რომ მანამდე ითვლიდნენ ბალისტიკურ რაკეტებს ითვლიდა ამერიკაც, ისრაელიც, ის რამდენი ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ უფრო დიდ საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ამ შემთხვევაში დრონები, მაგრამ სანამ გადავალთ უშუალოდ ლიბანის ფრონტზე, მანამდე უნდა ახლა ბოლო განცხადება არის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ შეიარაღებული ძალები მზად არიან ნებისმიერ დროს მომენტში განაახლონ ომი ირანის წინააღმდეგ, თუ ისრაელი ბეირუთს დაესხმება თავსო. ალბათ ბეირუთის წინააღმდეგ ალბათ. თუ ისრაელი ბეირუთს დაესხმება თავს, ანუ ისრაელის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ დარტყმას დახიაზე, რომელიც არის სამიზნე, ახლა ცალის სამიზნე არის დახია, ბეირუთის უკიდურეს სამხრეთი რაიონი არის. ამ შემთხვევაში ირანი ამბობს, რომ აბას არაღჩიმ გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, რომ არანაირ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. ანუ პრინციპში მიშა მაგას არ მოყვა ამბავი, ანუ ტრამპის და ნეთანიაჰუს ურთიერთობა ხო მაგის გამო დაიძაბა, რომ სწორედ IRGC და ირანის ხელისუფლების თუ ვინც არის სხვადასხვა სექციები ხო მათი მოთხოვნა იყო რომ თუ გინდათ მოლაპარაკებები მაშინ ჩვენ ერთიან ფრონტად განვიხილავთ იმას რაც ხდება ირანში და რაც ხდება ლიბანში და თუ იქ ისრაელი მიიტანს დარტყმებს ამ შემთხვევაში ჩვენ არ წამოვალთ მოლაპარაკებებზე და ამას მოყვა შემდეგ უკვე რამდენადაც მე ვიცი ნეთანიაჰუსა და ტრამპ შორის სატელეფონო საუბარი ის დაძაბული საუბარი რომელიც ვახსენეთ ანუ ფაქტობრივად გამოდის რომ ირანის პოზიციის გათვალისწინებით დაათმობინა საკუთარი გადაწყვეტილებები ნეთანიაჰუს ტრამპმა ხო და ახლაც იგივე არის რასაც შენ ამბობ ხო ანუ უნდა სწორედ დაათმობინოს ხო იმიტომ რომ აი ნეთანიაჰუს ყოველ შემთხვევაში ახლა საუბრობთ ახლა პირობითად ნეთანიაჰუზე ისრაელს ასეთი პოზიცია ჰქონდა და თავდაცვის მინისტრმა გაახმოვანა სამხედრო ოპერაციების დროს ძირითადად ისრაელ კაცი აკეთებს ხოლმე განცხადებას და მან თქვა რომ და ეს ბოლო შეთანხმება რაც ისეთი გავრცელდა ჰეზბოლასა და ცაალს შორის იყო რომ ცაალი არ განახორციელებს დარტყმას დახიაზე და ჰეზბოლა არ განახორციელებს თავდასხმებს ისრაელის სამხრეთ რეგიონზე და ბოლო 24 საათი არა 30 საათის განმავლობაში არ განხორციელებულა თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე, მაგრამ დღეს დილით განხორციელდა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე მეტულაზე, კირიათ-შმონეზე თავდასხმები. ახლა თუ ისრაელი ამას არ უპასუხებს, აღმოჩნდება რომ თვალ არასწორი ან თუ შეთანხმდნენ, მაშინ უნდა შეთანხმებულიყო. ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი დღე, რადგან აი დღეს ფაქტობრივად ისრაელის მედია საუბრობს ორი ლიდერის დაპირისპირებაზე, მეგობარი ლიდერის დაპირისპირებაზე და სხვა შორის ირანი რასაც მოსთხოვს დონალდ ტრამპი ამას ითხოვს ნეთანიაჰუსთან და პრინციპში ისრაელის პოზიცია არის, რომ ისინი თანხმდებიან ტრამპის ყველა მოთხოვნას, ირანთან აგერ შეწყვეტეს ომი, ყოველ შემთხვევაში დაპაუზებულ ომს დათანხმდნენ, დახიაზე თავდასხმებს არ ახორციელებენ, მაგრამ ისრაელს ერთადერთი პირობა ჰქონდა, რომ ამ შემთხვევაში არ განახორციელებდა დახიაზე თავდასხმას, მაგრამ ჩემს
მოსახლეობას დავიცავ და ჩემს მოსახლეობას საფრთხეს მოშეუქმნია, მაგრამ თუ ისრაელის მოქალაქეებს ექნება საფრთხე, ძალიან ბევრჯერ იყო და ისტორიულად ძალიან ბევრჯერ იყო ეს იყო 2007 წელსაც, როდესაც ისრაელმა არ გაითვალისწინა ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებები და ასეთ ბევრჯერ იყო რა, დაახლოებით 91 წელსაც თუ არ ვწდები ასეთი იყო. ვითარება იყო. ამიტომ ისრაელში არ ელოდებიან და არ არის მოლოდინური, ახლა ტრამპი რასაც მოითხოვს, ყველაფერს ამას დაფანტებიან. მე სიმართლე რომ რაღაცა ბრიყული სიტუაცია არის. აი ძალიან ესეთ შორიდან რომ შევხედოთ, თითქოს აი რაღაც ომი დაიწყო ტრამპმა, მე ისრაელი შეუერთდა თუ ერთობლივად დაიწყეს, მე რაღაცნაირად გაიჭედნენ. ისრაელი ამბობს, რომ ეს ომი თუ დავიწყეთ, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ რომ მაშინ რა აზრი ქონდა ამის დაწყებას და ტრამპი ეხლა ცდილობს, რომ რაღაცა გამოსავალი იპოვოს. და ამ გამოსავალში სტრატეგიულ პარტნიორს იმის მაგივრად რომ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა განახორციელოს, სტრატეგიულ პარტნიორზე ზეწოლას ახორციელოს. დაახლოებით ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ანალოგიები ჩნდება რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში. იმის მაგივრად რომ პუტინზე გაეკეთებინა რაღაცნაირი ზეწოლა. ზელენსკის რო წნეხავდა, ხო? ანუ დაახლოებით ეგ უნდა. რაღაცა ისევ მაქს პრიალში შევიდა მე მგონი და ცოტა მაგრამ ზელენსკი ნეთანიაჰუ არ არის ზელენსკი და ნეთანიაჰუს ამბიცია აქვს რომ რეგიონალური ლიდერია ყოველ შემთხვევაში და ახლა ტრამპის მოთხოვნებს რომ დაემორჩილოს, მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ ნეთანიაჰუს რეგიონალური ლიდერის კარიერა ახლა დასრულდება დღეს და ხვალ და არა რამდენიღაცა დღეში, იმიტომ რომ პრინციპში არჩევნები აქვს ტრამპსაც და არჩევნები აქვს ნეთანიაჰუსაც. სხვათა შორის ზელენსკიც აღარ არის, ზელენსკი ოვალურ კაბინეტში პირველი შეხვედრის დროს რო იყო, მაშინ და რო ეუბნებოდნენ კარტები არ გაქვს. მიშა, არჩევნები როდის არის არჩევნები და აი მე ძალიან მაინტერესებს შიდა პოლიტიკური ვითარება, აი ამ ომის გათვალისწინებით, რა ხდება რეალურად ისრაელში ახლა? როგორი არის განწყობები? ისრაელის შიდა პოლიტიკაში ახლა ესეთი ამბები ხდება, რომ ამაზე ვერ გყოფა ერთი ამაზე ვილაპარაკოთ, ისეთი ამბები ხდება, რომ მე პირველად მაქვს განცდა, რომ აი 10 წელია ისრაელში რამდენი არჩევნები გამიშუქებია და რამდენი არჩევნების და რამდენი კოალიციები, ბლოკები, დაშლები და ასე შემდეგ და სხვა შორის მინახია ისეთი არჩევნები, სადაც 7 მანდატით ქნესეთში შესული ლიდერი, პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ ასეთი დაძაბული პოლიტიკური ბრძოლა როგორც ეხლა არის, არ ყოფილა, იმიტომ რომ ნეთანიაჰუს ჯერ პრაიმერიზე არ ჩაუტარებია, ანუ ლიკუდში მართლ კოალიციაში უნდა ჩატარდეს პრაიმერიზე და შემდეგ უნდა დაიწყოს ნეთანიაჰუს წინასაარჩევნო კამპანია. და უბრალოდ აი ნეთანიაჰუს ჯერ წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყია, იმიტომ რომ ამ ომის ამ რამდენიმე ფრონტზე ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. და ახლა ხვალ რომ ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანია დაიწყოს, მან მინიმუმ პირველი რაღაც უნდა თქვას, რომ აი სადღაცა ჰეზბოლას გავანიარაღე, შეიძლება ვერ მოახერხოს განიარაღება, მაგრამ აგერ ისრაელის ჩრდილოეთში აღარ დაფრინავენ უპილოტო საფრენი აპარატები, არ ირანიდან მომდინარე საფრთხე განეიტრალდა, ან აგერ ღაზა სექტორში რაღაცა შევძელი, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურად ნეთანიაჰუ არ არის გააქტიურებული ჯერ არჩევნებისთვის, თუმცა გააქტიურებულია ოპოზიციური ფლანგი. და ნეთანიაჰუს რეიტინგი როგორი არის ახლა? ბოლო მონაცემები, რომელიც ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა, ადრე ამ დროის მონაცემებით მას შეუძლია 25-26 მანდატის აღება და მას რომ შეუერთდეს კოალიციაში ულტრაორთოდოქსები, რომელიც მისი ისტორიული რამდენიმე მრავალი წლის განმავლობაში მისი კოალიციური მხარდამჭერები არიან, რელიგიური და პოლიტიკური ძალები ისრაელში, ის მაინც ვერ ქმნის უმრავლესობას. ნეთანიაჰუს მაინც დაჭირდება მინიმუმ ერთი ოპოზიციური ბლოკის და კიდევ არაბული პარტიების მხარდაჭერა. ამიტომ დღეს მონაცემებით ნეთანიაჰუ ვერ მოდის უმრავლესობაში, ანუ ამ შემთხვევაში ნეთანიაჰუ ვერ შეკრავს უმრავლესობას, მაგრამ ვერც ოპოზიციური ძალები ვერ შეკრავენ უმრავლესობას, იმიტომ რომ ოპოზიციურ ფლანგსაც დაჭირდება არაბული ხმები, არაბული პარტიების ხმები. და არ დაგვაიწყოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები არის, იმიტომ რომ ეს 7 ოქტომბრის შემდეგ არჩევნები არის და არაბული პარტიების ხმები აღარ არის ძალიან არაბული პარტიებთან კოალიცია უბრალოდ ყველას აშინებს. ახლა და აღარ არის ისეთი, როგორც ეს ადრე იყო და მრავალი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე არცევს, სხვა გზა არსებობს დაკომპლექტების.
სხვაგან არსებობს ახლა მაგალითად დღეს ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი და ნაფტალი ბენეტი გაერთიანდნენ და შექმნეს ეს პოლიტიკური ძალა, ის ორივენი იყვნენ დროებითი პრემიერ-მინისტრები და კიდევ ერთი ძალა, ეს არის იაშარ, გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გამოცდილი სამხედრო გადი აიზენკოტი, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ახლა ისრაელში და ახლა არის ასეთი ისრაელში მოქალაქეები ორ ნაწილად არიან დაყოფილი. და პრინციპში ამ არჩევნების ხაზით ზუსტად ამაზე გადის, რომ ულტრაორთოდოქსები უნდა წავიდნენ, უნდა მსახურობდნენ თუ არა სამხედრო სამსახურში, იმიტომ რომ ახლა დღეს მდგომარეობითაც ისრაელში სამხედრო სამსახურში მომსახურეთა რიცხვი მინიმუმამდე დავიდნენ, თუ არ არის საკმარისი, აგერ ღაზა სექტორში 70% ჯარი აკონტროლებს, ლიბანში ჯარი არის და სამხედრო სამსახურში ჭირდება დამატებითი ძალები. ეს დამატებითი ძალები არიან ულტრაორთოდოქსები, რომლებიც ამსახურებენ ჯარში. და ზუსტად ეს თავარი ხაზი არის. ერთი ამბობს, რომ ნეთანიაჰუს ფლანგი ყოველ შემთხვევაში მართული კოალიცია და ასე შემდეგ. ნაწილი ამბობს, რომ ულტრაორთოდოქსებმა არ უნდა იმსახურონ ჯარში და მეორე ნაწილი ძირითადად ოპოზიციური ფლანგი საუბრობს, რომ აუცილებელია რომ მათ სამსახურში იმსახურონ. ანუ ეხლა ამაზე გადის მთავარი ხაზი. ეს ხო სულ ყბადაღებული თემა იყო, ხო, ბოდიში რომ გაგაწყვეტინე მიშა. მაგრამ ესეთ სამფრონტზე ომის ფონზე ეს აღარ არის ყბადაღებული თემა, ეს არის ის თემა, რომ ყოველდღე ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან ჯარში. ჩვენი სამხედრო მომსახურეები და დამატებითი ძალები ჭირდება მაშინ, როდესაც აგერ ქუჩებს კეტავენ ულტრაორთოდოქსები, უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედრო მომსახურში არ მომსახურებენ. იცი რა მაინტერესებს ხო, ანუ პოლიტიკურ ამ ფლანგებს შორის თვითონ სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით ან ირანთან მიმართებით მოქმედებების კუთხით არის რაიმე განსხვავებული თუ ეგ საკითხი ანუ ხელშეუხებელია და ყველა ამბობს რომ ეგ პროცესი რადგან დაიწყო უნდა დასრულდეს. გულისხმობ რეჟიმს ჩეინჯიანად. ანუ ხო, ირანთან მიმართებით და ამ შემდეგ რა. ყველა ოპოზიციური ძალა მათ შორის ისეთი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ნეთანიაჰუსთან სრული იდილით თანაცხოვრობენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კატეგორიულად ითხოვენ ნეთანიაჰუსგან, რომ ეთანხმები ტრამპის გადაწყვეტილებებს და იმოქმედე სახელმწიფოებრივად. იმიტომ რომ ისტორიულად კიდე წეღანაც ვქვი და არ მინდა რომ განვეორდე, უბრალოდ ისტორიულად, როდესაც საქმე ისრაელის უსაფრთხოებას ეხება, მაშინ მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი რას ფიქრობს ან მის გეგმებში რა შედის, ისრაელი არასდროს ამას არ ითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკური ძალა ნეთანიაჰუსგან ითხოვს, ნეთანიაჰუს მოკავშირეებიც ითხოვენ, რომ დაიწყონ მოქმედებები ლიბანშიც და ნეთანიაჰუსთან მოსთხოვენ იმას, რომ თუ ისრაელს დამოუკიდებლად შეუძლია ირანში სამხედრო ოპერაციის წარმოება ახლა და უბრალოდ გაჩერებული. და არ დაგავიწყეთ ჯერ კიდევ რიხიანი განცხადებები, რომ ღაზა სექტორში ასე ხო დაიწყო მაშინ სპეცოპერაცია, როდესაც დაიწყო, რომ ისრაელი აცხადებდა, რომ ბოლო მიზნის შესრულებამდე იბრძოლებდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ტრამპის შემოვიდა აი ამ საომარ დაპირისპირებებში და მოლაპარაკებაში და ჯერ ამ დრომდეც რამ გავიდა დიდი დრო ღაზაში ომი არ დასრულებულა. შესაბამისად, აი ტრამპის შემოსვლა ნებისმიერ ფრონტზე რატომღაც ტრამპი შემოვიდა თავისი დღის წესრიგით. ანუ მე ეგეთი განცდა მაქვს, რომ ის თავისი დღის მათ შორის აი ამ რაღაც თამაშებით ვითომ მოლაპარაკებები მერე უარი ვითომ ყველაფერი დაალაგდა და აი ახლა ხვალ ხელს ვაწერთ შეთანხმებას და არა ეხლა მე მიწასთან გავასწორებ ირანს. ანუ ეს ხო მუდმივად ცვლის ამ სურათს და ანუ მე სიმართლე რომ გითხრათ არ მინდა დავიჯერო რომ რაღაც ჩიხში არის საბოლოო შესული, მაინც ვრჩები ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმ აზრზე, რომ რაღაცა გეგმას მიყვებიან ირანთან მიმართებით და რაღაცა უბრალოდ ლოგიკას ანუ ლოგიკა ითხოვს ამას მაშინ რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი საერთოდ სიგიჟეა ანუ შეიძლება ტრამპი სხვანაირად უყურებდეს ამბავს მაგრამ იქ გადაწყვეტილებების მიღების სხვა ხალხი არსებობს პენტაგონია და ასე შემდეგ რა ანუ დაიწყეს ოპერაცია იმის გამო რომ აქ დამთავრებულიყო ყველაფერი თან არ ვიცი ხო მეხსიერება ამ რაღაცას ბოლოს როცა მიშა გვერდებოდა ის პოდკასტის აი იმ ფონზე მიდიოდა რომ აი დღე-დღეზე თუ არა საათზე ველოდებოდით რომ ომის ახალი ფაზა დაიწყებოდა და აი ეს ულტიმატუმის ვადა გადიოდა მაგრამ ანუ აი ამ რაღაცას იგიჟეში და აბსოლუტში ვარ და ეს კითხვა რა თქმა უნდა მაშინაც იყო ეხლაც არის და თუ კი ეს
კამპანია რეჟიმ შეჯით არ დამთავრდა და ჩვენთვის პირადად დარჩება ეს კითხვა, რომ რისთვის, აბსოლუტურად. დაიწყო ეს ყველაფერი. მე მაქვს ერთი კითხვა მიშასთან, უშუალოდ ჰეზბოლასთან მიმართებით. ჰეზბოლასთან და ჰამასთან მიმართებით. ჰამასთან გასაგები არის მიდის იქ ბრძოლა, მაგრამ საერთო სურათი რომ გამოკვეთოთ და მაგალითად ჩვენ მაყურებლებსაც რომ კარგად აუხსნათ. ეს ბრძოლა ერთთანაც და მეორესთანაც ბევრი წელია მიმდინარეობს. ახლა განსაკუთრებით ახლა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ომი არის ისეთ ფაზაში შესული, რომ სადღაც რაღაცა გარდატეხა უნდა მოხდეს, მაგრამ ამ გარდატეხასაც ვერ ვხედავთ. რა მოლოდინები არის ისრაელში? იმიტომ რომ ეს ხო დაუსრულებელი, ეს არის, რა ვიცი, ბევრი წელია ხო მიმდინარეობს ეს ომი და არ უჩანს ბოლო, იმიტომ რომ ამ ჰეზბოლას განიარაღება ვერადავერ მოხდა. განიარაღება ახსენეთ და დრონები იყო ნახსენები. ერთ დეტალს შემოვიტან, არ ვიცი თქვენთვის რამდენად საგულისხმო არის. თუ გახსოვთ, აი, როდესაც პირველად დაიწყო აქტიურად საუბარი, რომ შესაძლოა სახმელეთო ოპერაცია განხორციელდეს და იქ კუნძულებზე იყო ამბავი, გავრცელდა ეგეთი ცნობები, რომ მათ შორის რუსი ინსტრუქტორები დრონების იყვნენ ჩასული ირანში და იქ პოზიციების გამაგრებაში ეხმარებოდნენ, მათ შორის ჩასაფრებულები იყვნენ გამაგრებულები ამ ნავთობ ინფრასტრუქტურის გარშემო და პირდაპირ მონაწილეობდნენ ამ ამბავში. და დასაწყისში დრონები ვახსენეთ, რაც სიურპრიზი გამოდგა ბრჭყალებში, ხო, იგივე ისრაელის მხარისთვის და იქ ტანკების განადგურება მოხდა რამდენიმე ჯერზე და ასე შემდეგ. ხომ არ არის საიდან მოხდა ეს ტექნოლოგიები მათ ხელში და ეს ცოდნა საინტერესო არის რა, არ ვიცი მაგასაც თუ ხედავთ ამ ნაწილში. უბრალოდ ახლა რომ ჩვენ ვიცოდეთ საიდან მოხდა ამ ჰეზბოლას ხელში ის დრონები. რუსების ჩართულობას რამდენად უშვებენ? ამათ რუსეთთან მიმართებაში არაერთი პოდკასტში ჩვენ დაახლოებით კითხვა რუსეთთან მიმართებაში ისრაელი ძალიან ფრთხილია და მოზომილია და ეს არ ვიცი ეს პოლიტიკა რასთან არის დაკავშირებული არ არის ისეთი ხისტი და რადიკალური როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია უბრალოდ ისრაელისთვის მოულოდნელი იყო იმ რაოდენობის და ისეთი უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენა ჰეზბოლას არსენალში, როგორცაც ისინი ყოველდღიურად ახლა აწვდებიან ისრაელის ჯარი ლიბანში. რაც ეხება გიორგის კითხვას, ჰეზბოლასთან მიმართებაში, როდესაც ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ისრაელის მოსახლეობაშიც ეს განსაკუთრებით აქტუალურია. რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, მაგრამ აი მცირედ ისტორიული თქვენ ყველას კარგად გახსოვთ სპეცოპერაცია, მოსადის სპეცოპერაცია კატარში, როდესაც ჰამასის მრავალი თანამდებობის პირი უბრალოდ სასტუმროში, როდესაც ისვერებდნენ, მაშინ მოხდა მათი ლიკვიდაცია და იმ დროს უბრალოდ გამოვიდა დონალდ ტრამპი და მოითხოვა რომ რაღაცა სამშვიდობო გეგმა, მრავალპუნქტიანი გეგმა, ღაზას განახლების პროექტი და შესაბამისად ისრაელს არ მიეცა სული შესაძლებლობა რომ საქმე ბოლომდე მიიყვანან და ის დარჩენილი რამდენიმე ლიდერი, რომელსაც ახლა პრეტენზია აქვს, რომ ჰამასის ლიდერები უნდა იყვნენ, მათამდე მისული იყო მოსადი და ისრაელის შეერაღებული ძალების სამიზნები გამხდარებდნენ. შესაბამისად, ტრამპმა ეს ომიც ღაზასთან, ჰამასთან რაღაცნაირად გაფრინდა. და ახლა როდესაც ისრაელი ითხოვს შესაძლებლობა არის ეს პრინციპში, ისინი ახლა მათ აქვთ ისინი აკონტროლებენ ლიტანის დინარე ლიტანის თითქმის გასწვრივ მთელს ის ლიბანის სამხრეთ ნაწილს და ბოლო ასეთი ისტორიული ისტორიული ფაქტი იყო ბოფორის ციხეს, რომელსაც აღიმართა ისრაელის დროშ და აქედან ძალიან მარტივი არის ისრაელის შეერაღებული ძალებისთვის დაჰიაზე სრული კონტროლის დამყარება. დაჰიაზე სრული კონტროლის დამყარება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჰეზბოლასთვის ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სასიკვდილო დარტყმა და სწორედ ამიტომ გააჩნდა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პრეტენზიები ტრამპის მხრიდან და აბას არაფჩიმ გაავრცელა ცოტა ხნის წინ, რომ თუ ბეირუთზე და ხიაზე განახორციელებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად ისრაელს ახლაც შეკრული აქვს ხელფეხი, რომ მიიყვანოს საქმე ბოლომდე და მოახერხოს ჰეზბოლას განიარაღება, ან დამარცხება, ან მინიმუმ მნიშვნელოვანი შესუსტება. აქედან გამომდინარე თუ მეზობელი მოკავშირე ქვეყნები საზღვა ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ პენტაგონიდან უბრალოდ ბრძანებებს გასცემენ შორიდან და ისრაელი ამას დაემორჩილება, ისეთივე ვითარება იქნება ჰეზბოლასთან როგორც ჰამასთან. გავიდა დრო, ჰამასი არ არის განიარაღებული, ყოველდღე გვესმის რომ თითო ორ-ორ ტერორისტი ისევ ნადგურდება, მაგრამ ჰამასი კვლავ აქვს ჯიარაღი, ჰამასი კვლავ ტერორისტული ორგანიზაცია და ისინი კვლავ ატარებენ არჩევნებს.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან განაპირობებს ნეთანიაჰუ ტრამპის კარგი ურთიერთობა, რამდენად მალე განადგურდება ჰამასი, ისე როგორც ესწრება. სანამ ეს ყველაფერი მოხდება, მე მგონი ჩვენ ნელ-ნელა უკრაინის საკითხზე გადავიდეთ უკრაინაზე. მიშა, დიდი მადლობა და რატი ეხლა მე და ბექავ საუბრობდით ზუსტად, რომ შენთვის დაგვესვა ეს კითხვა აღმოსავლეთ ევროპიდან ეს რუსული საფრთხე როგორ ჩანს, რამდენად აქტიურია ისევე საკითხი, რამდენად მიდის ამისი მომზადება, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად გვახსოვს, რომ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ ესეთი ალარმისტული ქვეყნები, რომლებიც აფრთხილებდნენ დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, რომ რუსეთი არის მონსტრი და რუსეთისგან უნდა ველოდოთ საფრთხეს. რა ხდება ეხლა აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კარგად ჩანს ალბათ ვარშავადან ეს ყველაფერი. თან ჩვენი ბოლო ეპიზოდის მერე რუმინეთის ამბავი მოხდა. საქმე ლაპარაკის ნაცვლად, რაც არის ეს, გახსოვებათ წინა პოდკასტში გითხარით, რომ ბრიტანეთთან გააფორმა პოლონეთის ბავშვების თანამშრომლობა სამხედრო და მას შემდეგ, აი ხა მიმდინარე კვირაში, სახელმწიფომ პოლონეთმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პლუს ევროკავშირის ბიუჯეტიდან საერთო ფონდიდან დაუკვეთა პოლონურ თავდაცვის ინდუსტრიას უკვე 19 მილიარდის შეიარაღების წარმოება და საუბარია, რომ ჯამში ეს ყველაფერი 40 მილიარდზე უნდა ავიდეს. ანუ აქ ორ რამეზეა საუბარი და ერთი შეიარაღების წარმოება და მეორე შიდა ეროვნული ინდუსტრიის გაძლიერება. ანუ ორი კურდღლის ერთად ასე ვთქვათ დაჭერაზე არის საუბარი, ხო? და მე მგონი აი ეს ნაბიჯები ძალიან კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რას ფიქრობენ რუსეთთან დაკავშირებით და იქიდან მომავალ საფრთხესთან დაკავშირებით. რა შეიარაღებაზე არის ბოდიში აქ საუბარი არის ძირითადად ესე იგი ახალ ტექნოლოგიების გამოყენებაზე, კონკრეტიკა არის ხო, კონკრეტულად რა შეიარაღებაზე იქნებოდა საუბარი, თუმცა აი ესეთი ზოგადი მონახაზი რაც იყო ახალი ტექნოლოგიები და ლოჯისტიკა. რაღაცა დაახლოებით ესეთი ის იყო. უცებ კითხავ პატარა ჩანართის სახით რომ გააგრძელო. მე მიიღო თუ არა სამხრეთ კორეაში შეკვეთილი შეიარაღება პოლონეთმა უკვე და ხო არ იცი რა პროცესში არის, კი ტანკებზე არის საუბარი და მე მგონი თვითმავალ ჰაუბიცებზეც ასევე. თვითმავალი ჰაუბიცები და ტანკებზე იყო საუბარი მისცი. ყოველ შემთხვევაში რაც მე ახლა გადმოვიდა აქტუალურად ვაკურდები მოვონეს ამის შესახებ ინფორმაციის საჯარო არ ყოფილა. და კაი გამახსენე, ერთი მოვიკითხო და ვნახოთ რა მიმართულებით არის. თუმცა საჯარო რო ყოფილიყო ალბათ ყველოვანი ალბათ საჯარო რო ყოფილიყო აუცილებლად ნახავდი, მაგრამ მაინც რაღაც პროფესიულ წლებშიც მოვიკითხავ და ვეცდები გავარკვიო. თუმცა ეს შეკვეთა საკმაოდ დიდი შეკვეთა იყო და სწორედ აი ამ პოლიტიკის გაგრძელება, ხო, ერთის მხრივ ეძებს ალტერნატიულ მოწოდების გზებს შეიარაღების, მეორეს მხრივ აი ევროკავშირის და საკუთარ ბიუჯეტს არჯავს თავისი პოლონური სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაზე, ხო? და ეს ყველაფერი ალბათ მაინც ტრამპის შოკის ეფექტი არის, რომ მარტო ამერიკის მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი დღემდე მთელს ევროპაში ალბათ რჩება ყველაზე მჭიდრო პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატების, ხო? მიუხედავად ამისა, მაინც თავის სამხედრო ინდუსტრიაზე გაძლიერებაზე ფიქრობს. ამას გარდა მე გამახსენა რუმინეთის შემთხვევა, როდესაც ეს დრონი ჩაფრინდა და ნუ საბედნიეროდ სვერტი არ იყო, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რამდენად ახლოს არის ევროპასთან და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპასთან ეს ომი, ხო? იქ საქმე იმაში იყო, რომ ვერ შეძლო რუმინულმა ძალებმა, მათ შორის ნატოს იგივე ამოცნობა ეს დრონები ატარებენ თუ არა ამ ფექნივთიერებებს და უკვე გვიანი იყო მისი ჩამოგდება და ამიტომ მოხდა ინციდენტი ზოგადად. თუმცა ეს თვითონ რუმინეთმა შეაფასა არა როგორც რუმინეზე თავდასხმა, არამედ როგორც სამეზობლოში მიმდინარე ომის შედეგი ასე. ანუ ეკი. ვერტიცი მოვლენა. ხო, რაღაცა ეგეთი. და დღევანდელ ამბავზეც აუცილებლად ალბათ ვისაუბრებთ ან პეტერბურგი თავის მხრივ ხო როგორი სიმბოლური ქალაქია და მეორე რომ აი ეს რასაც პუტინის დავოსს ეძახიან ხო ეს ეკონომიკური ფორუმი იხსნებოდა პეტერბურგში და გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე დაარწეს თვითონ რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ 40-მდე დრონის ჩამოგდება შეძლეს და რამდენი გაძურა და რამდენი დაეცა კი ვნახეთ ხო საკმაოდ ასე ვთქვათ წარმატებული დღე იყო
დღეს მე ვფიქრობდი სხვათა შორის და თქვენი მოსაზრება საინტერესო იქნება ეს უფრო ასუხი იყო გუშინდელ დღეზე თუ მაინც საერთო რაღაცა პოლიტიკის გაგრძელება. პრინციპში ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, მაგრამ რომ არა გუშინდელი დღეს პეტერბურგს დაარტყამდნენ, აი სულ ეს მატერიალებს თავშო კი რა თქმა უნდა ნავთო ინდუსტრიას ურტყამენ და სადღაც რაღაცას დაარტყამდნენ, მაგრამ აი გუშინდელი ძიმე დღე რომ არ ყოფილიყო, დღეს პეტერბურგი იქნებოდა სულ ეს კითხვა მაქვს და პრინციპში აი ახლა სანამ პოდკასტს დავიწყებდით რაღაცებს ვკითხულობდი და თუ სწორედ აღვიქი კონტექსტი ზელენსკი როტი არის კიევში და რაღაცა ბრიფინგის ალბათ იყო რაღაცა კარგად ვერ მოვასწარი. ნახვა ზელენსკის განცხადება იყო რომ ჩვენ ყოველთვის უპასუხებთ სიმეტრიულად თუ კი ისინი ჩვენს ქალაქებს დაბომბავენ ჩვენ უპასუხებთ და აუცილებლად ისევ ექსკლუზიურად და კონკრეტულად ნავთო ინდუსტრიას დავარტყავთ და ალბათ ეს ამაშიც არის რაღაცა პასუხი, მაგრამ მაინც თქვენი მოსაზრება საინტერესო იქნებოდა ჩემთვის და იმედი მაქვს მოყოლებისთვის რომ აი ეს დღევანდელი დარტყმა პეტერბურგზე იქნებოდა თუ არა პეტერბურგზე დარტყმა რომ არა ეს გუშინდელი უსასტიკესი ავიაერიში რუსეთის მხრიდან. ვიცი, ალბათ ორივე ერთი რა არის, იცი, როცა ამ კითხვაზე ვფიქრობ, ახლა მახსენდება რაც მაგალითად იასთანაც ვილაპარაკეთ, ხო, ვიდრე ჩვენთან ერთად იყო, რომ იმდენად რაღაც გეგმაზომიერი არის და დათვლილი ეს ყველაფერი, ეს კამპანიები და არსებობს რაღაც ხშირად უთქვამთ, ხო, იგივე სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ არსებობს გარკვეული კონკრეტული გეგმები, კონკრეტული სამიზნეების ჩამონათვალი, თავისი თარიღებით და რაოდენობით და ასე შემდეგ. ანუ გეგმები არსებობს, თუმცა ამ გეგმებში კორექტივების შეტანა პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე აბსოლუტურად შესაძლებელია, ხო? რაღაცა სამიზნეები შეიძლება ხვალისთვის იყოს განსაზღვრული და გადმოიტანო დღეისთვის. ფაქტი ერთია, რომ პეტერბურგის მიმართულებით ეს არ მომხდარა პირველად, მანამდეც ჩვენ გვახსოვს პორტების ამ ხარეს არაერთი დაბომბვა, არაერთი რეზერვუარის თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განადგურება, ასე რომ ახალი არ ყოფილა აქ ჩემთვის არაფერი გარდა იმისა, რომ ხო, კი, იყო სარაკეტო იერიში კიევზე, ნახეთ ეს კადრები ყველამ და არაერთხელ ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა ფაქტია, რომ რამდენჯერაც რუსები ამას აკეთებენ, იმდენჯერ სათანადო პასუხს სცემს უკრაინის შეიარაღებული ძალები და არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული deep strike-ების ნაწილში. მე მინდა რომ თანდათან ჩავატიოთ ეს ამბავიც, ძალიან საინტერესო თემა ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს middle strike-ები, ანუ საშუალო დისტანციებზე დარტყმების ახალი კამპანია, რომელიც მაისის მთავარი ტოპ თემა იყო ალბათ უკრაინის მიმართულებით და ძალიან საინტერესო შედეგი უკვე დადო და ჩანს ის რომ მაგალითად ყირიმში საწვავს ვეღარ ასხამენ არის ძალიან 20 ლიტრიანი ტალონების დარიგება დაიწყეს უკითხულობდი უბრალოდ ვერ გადავამოწმე რამდენად ეხა რაღაცა ხუმრობის ელემენტები ფაქტია, მე ვნახე მაგალითად კადრები, რომ სატვირთოების საწვამზიდები იყო თავმოყრილი პორტებში, იმისთვის რომ ბორნებით მოხდეს ყირიმში გადატანა როგორმე. ფაქტია, რომ დავანებოთ ამ საწვავს და მარტო ყირიმის რაღაც საჭიროებების კუთხით საუბარს. რასთან მივყავართ ამ ამბავს? აი, ამაზე მინდა რომ გავშალოთ დისკუსია. ფაქტია, რომ ერთი თვეა თითქმის ეს საშუალო დისტანციაზე დარტყმები განსაკუთრებით სამხრეთით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალ სტრატეგიულ გზებზე გრძელდება და გარდაუვალია ეს თუ გაგრძელდება კიდევ და ზაფხული წინ გვაქვს, ამან არ გამოიღოს შედეგი ფრონტის ხაზზე. ანუ ძალიან მარტივი მოცემულობა არის და როგორ ფიქრობთ რა, ნუ მე მინდოდა მაგას თქვენთანაც განხილვა. მოცემულობა რაც დადგა არის მაისის თვეში 40 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია 36,000-ზე ცოტა მეტი რუსის სანაცვლო. ეხლა რომელსაც მათემატიკა კარგად იცით, დათვალეთ კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას რამდენი რუსი შეეწირა. ხო? აი ეს არის რეალობა და ეს არის მოცემულობა. ეხლა რამდენიც არ უნდა იძახოს პუტინმა რომ უპირატესობა აქვს, რამდენიც არ უნდა ბიზნესმენები დაიბაროს და ფული ჩაარიცხინოს ბიზნესმენები ცოტა ისეთი ოლიგარქები. ხო? ანუ ფაქტობრივი მოცემულობა ფრონტზე ეს არის. აი ეს ძალიან სასტიკი და საზარელი ტერორიც ავიადარტყმების, ხო, რასაც რუსეთი მიმართავს. ფრონტზე შექმნილი სიტუაციის ასახვარი. ფრონტზე ვერაფერს ვერ შვება და შესაბამისად რამენაირად ზურგიდან ცდილობს ფრონტის ჩამოშლას.
ისეთ ზამთარს ამ აქაც რაღაცნაირია, ანუ ვერ ხვდები ამ ლოგიკასაც, იმიტომ რომ ისეთ სასტიკ ზამთარს გაუძლო უკრაინამ აი ამ ავიაიერიშებით ხალხი გაიყინა პირდაპირ სიტყვის აი ამ სიცივისგან გარდაიცვალა ხალხი უკრაინაში, ხო? ამ ზამთარს გაუძლო. ზაფხულში ისეთი რადარკმა უნდა მიიტანოს, რაც აი უკრაინის ფრონტს უკრაინიდან ჩამოშლის. ფაქტობრივი მოცემულობაა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რაც დაიწყო 26, უპირატესობა ნამდვილად არ აქვს უკრაინელებს, მაგრამ რუსებმაც დაკარგეს ის მინიმალური წინსვლის საშუალება. რაც რომ გადის სულ უფრო ნაკლები კვადრატული კილომეტრში აისახება რუსული წინსვლა. და აი ეს დეოკუპაცია, ოკუპაციის შეფარდებით, დეოკუპაცია ყოველთვის წინ არის. ამას ემატება ზრდა სტატისტიკის, ანუ გარდაცვლების, დაჭრილების და დაშავებულების. მართალია 50-მდე ჯერ შორს არის, მაგრამ მაგ 36-ზე ვართ ასულები უკვე და აი ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს ფრონტზე და ეხლა ამის კიდევ ერთხელ რასაც თავშიც ვამბობდი, იმას ვიტყვი, რომ ან უნდა დაამთავროს პუტინმა ომი, ან მასობრივი მობილიზაცია დაიწყოს. ზაფხულის განმავლობაში ამ ტემპით და აი ამ ტენდენციების გათვალისწინებით ფიქრობთ თუ არა, რომ გარკვეული ცვლილებები შეიძლება ვიხილოთ სამხრეთის მიმართულებაზე? ანუ რაღაც პატარა ტაქტიკური კონცეპტები მიდის, მაგრამ ანუ მე შემომაქვს უფრო დიდის მოლოდინი. როგორ გონიათ? მოლოდინების მართვა ხო იცი, სერიოზული საკითხი არის, ჩვენ შევხედოთ პრაგმატულად და დავაკვირდეთ ამ პროცესს, იმიტომ რომ პროცესი მიმდინარეობს, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს პროცესი, ვეღარ ვასწრებთ მიშასთან, მაგრამ იქნება აი ძალიან მოკლედ მიშა გვითხრა, აი ირანის სარაკეტო პოტენციალი აი ამ ავიადარტყმების შედეგად რამდენად შემცირდა და შემცირდა თუ არა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ იყო ცნობები, რომ მაგალითად გამშვებები კიდე არის და ის ბევრი რაკეტაც დარჩა ირანს. ამოთხარეს გამშვებები, დამარხული გამშვებები. ხო, ეს ყოველ შემთხვევაში ომის დროს 40 დღიანი ომის დროს რაც გვესმოდა, აღმოჩნდა რომ 60-მდე ცოტა ხანი 60 დღე იქნება რაც დაპაუზდა, ამ 60 დღეში სრულიად სხვა განცხადებები კეთდებოდა. ჯერ კიდევ ომის მიმდინარეობის დროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხდებოდა განცხადებები, რომ ირანის გამჭიდრებული ურანი რჩება, მაგრამ ყველა ის საწარმო არის განადგურებული, მიწისქვეშა საწარმო, სადაც ხდებოდა ურანის გამჭიდრება და ასე შემდეგ და დღეს მოულოდნელ და სხვა შორის მაშინ ამბობდნენ, რომ 2000 ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ 10% დარჩაო, დაპაუზებული ომის დღეებში, ამ ბოლო 60 დღეში გაკეთა განცხადებები და გავიგეთ, რომ ირანში რჩება გამჭიდრებული ურანიც და ჯერ კიდევ ის საწარმოები არ არის განადგურებული, სადაც ხდებოდა ურანის გამჭიდრება და სხვა შორის ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო განცხადებებიდან ირანის მარაგში ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა რჩება. ასე რომ აი ზუსტად მიშა მადლობა. რა გააკეთეს 40 დღის განმავლობაში და ახლა რა ხდება, მაგას ალბათ მალე გავიგებთ. აი ზუსტად მაგიტომაც ვკითხე რა, მაგიტომაც დავსვი ეს კითხვა, რომ დაველოდოთ მოვლენებს, იმიტომ რომ ყველაფერი ესეთი მარტივი და ცალსახა არ არის. კი ბატონო, დაველოდოთ. დიდი მადლობა ხალხო, დრო ამოგვეწება. ეს რაღაც სუპერ დიდი გამოშვების კი, იმედია ბოლომდე გიყურებდით, თუ ასეა თქვენ გეკუთვნით ჩვენგან საჩუქარი, არ ვიცი, ჯერჯერობით არ ვიყ, მაგრამ ესე იგი ჩვენი გულშემატკივარი ხართ და სტაბილური მაყურებელი და ასე გააგრძელეთ. ნახვამდის, დაველოდოთ შემდეგ ეპიზოდს ერთ კვირაში ბრუნდება. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ კომენტარებში აქტიურით.